მე-19 ამოცანა. საჰაერო ბურთი მოძრაობს ვერტიკალურად ზევით მუდმივი 0.5 მეტრ სიჩქარით. იმ მომენტში, როდესაც ბურთი დედამიწის ზედაპირიდან 120 მეტრ სიმაღლეზე იყო, მის მიმართ, ესე იგი ბურთის მიმართ 9.5 მეტრ სიჩქარით ვერტიკალურად ზევით აისროლეს მცირე ზომის სხეული. განსაზღვრეთ დედამიწის ზედაპირიდან რა მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწევს სხეული და ასროლიდან რა დროში დაეცემა იგი დედამიწაზე. წინამდებობის ზარლებს მხედველობაში მიიღებთ. ჩავწეროთ პირველ რიგში მოცემულობა. ესე იგი, საჰაერო ბურთი მოძრაობს მოდი პირველი დავუნიშნოთ, ესე იგი, პირველი არის 0.5 მეტრი წამში. H0 დავუნიშნოთ ის სიმაღლე, რომელზედაც იყო საჰაერო ბურთი იმ მომენტში, როდესაც მისგან ისროლეს რაღაცა სხეული. 120 მეტრ სიმაღლეზე იმყოფებოდა იგი. და მის მიმართ, ესე იგი ბურთის მიმართ ისროლეს V2 უდრის 9.5 მეტრ სიჩქარით. ვერტიკალურად ზევით, ესე იგი. ხო, და ორი შეკითხვა არის, ესე იგი, რა მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწევს ეს სხეული და რა დროში დაეცემა იგი დედამიწაზე. კიდევ ერთხელ წავიკითხოთ პირობა. მის მიმართ, ესე იგი ვერტიკალურად ეს მცირე ზომის სხეული. განსაზღვრეთ დედამიწის ზედაპირიდან რა მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწევს სხეული და ასროლიდან რა დროში დაეცემა იგი დედამიწაზე. ესე იგი, H მაქსიმალურს გთხოვენ, არის კითხვის ნიშანი და დაცემის დრო არის კითხვის ნიშანი. წარმოვიდგინოთ, ესე იგი, ეს სურათი, თქვათ, აქ არის, ესე იგი, ეს არის დედამიწის ზედაპირი. ეს ბურთი მოძრაობდა ვერტიკალურად ზევით, ბურთს ესე ოთხკუთხედად დავხატავ. ესე იგი, და როცა იყო ამ H0 სიმაღლეზე, ესე იგი 120 მეტრზე, ამ მომენტში მის მიმართ, ესე იგი, ეს თვითონ მოძრაობდა V1 სიჩქარით და მის მიმართ V2 სიჩქარით ისროლეს, ესე იგი, სხეული ვერტიკალურად ზევით. ეხლა ამის შემდეგ ბურთი ცხადია გააგრძელებს თანაბარ მოძრაობას, მაგრამ რაც შეეხება იმ გადმოვარდნილ სხეულს, ის ავა რაღაცა მაქსიმალურ სიმაღლეზე და მერე ჩამოვარდება ქვევით. ესე იგი, ორ რაღაცას გვეკითხებიან, ამას გვეკითხებიან დედამიწის მიმართ, რისი ტოლი არის მაქსიმალური სიმაღლე, ამ მანძილს და მეორეს გვეკითხებიან, ამ დროს, რა დროში დაეცემა ის დედამიწას. მოდით შემოვიღოთ კოორდინატა ღერძები, ესე იგი Y ღერძი შემოვიღოთ. აქ ერთი ღერძი საკმარისი არის. კოორდინატა სათავე ავიღოთ დედამიწასთან და მოდით განსაზღვროთ ამ გადმოვარდნილი სხეულის სიჩქარე დედამიწის მიმართ. სხეულის სიჩქარე დედამიწის მიმართ, V სხეულისა. ეს არის მისი სიჩქარე საჰაერო ბურთის მიმართ V2-ს დამატებული V1. მისი, ესე იგი, საჰაერო ბურთის სიჩქარე. რადგან ამ ორივე ეს ჯამური, ესე იგი, ვექტორების ჯამი არის და რადგან ორივე ვექტორი ერთხარეს იყურება, ზევით იყურება, ესე იგი, V სხეულისა დედამიწის მიმართ გამოვა V2 პლუს V1. ანუ აქ ისეთი ერთეულებია მოცემული, რომ ესე იგი 9.5 დამატებული 0.5 გამოვა, ესე იგი 10 მეტრი წამში. ეხლა ამის შემდეგ ჩვენ ფაქტურად გვაქვს სხეული, რომელიც 10 მეტრი წამი სიჩქარით აისროლეს ვერტიკალურად ზევით. ამ დროს ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ
რა მაქსიმალურ სიმაღლეზე მივა ის ასრულის წერტილიდან. ეს იგი ასრულის წერტილიდან რა მაქსიმალურ სიმაღლეზე მივა. ესე იგი აი ეს მანძილი შეგვიძლია ვიპოვოთ. მოდით ეს ავნიშნოთ A-1-ით. ეს A-1 იქნება ეს V სხეულისა კვადრატში შეფარდებული 2G-ზე. ანუ ესე იგი ეს A-1 არის 10-ის კვადრატი, ესე იგი 100 შეფარდებული 20-ზე. ეს იქნება ესენი გაიკვეცება, ესე იგი გამოვა 5 მეტრი. ხო. ესე იგი 5 მეტრი არის აი აქედან ასრულის წერტილიდან უმაღლეს წერტილამდე. მაგრამ დედამიწის მიმართ მაქსიმალური სიმაღლე, ესე იგი A-ში მაქსიმალური, ეგ იქნება A-0-ს, რომელზედაც იყო სხეული, როდესაც ის აისროლეს, აი ეს პლუს A-1. ნუ იყო 120 მეტრზე, პლუს კიდე 5 მეტრზე ავა, ამიტომ ეს გამოვა ესე იგი 125 მეტრი. ეხლა რაც შეეხება რა დროში დაეცემა. ამისათვის მოდით დავწეროთ ამ სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების განტოლება. ეს სხეული საწყის მომენტში იმყოფებოდა A-0 სიმაღლეზე, A-0, დავწეროთ A-0, პლუს დედამიწის მიმართ მისი სიჩქარე არის, ესე იგი V სხეულისა, გამრავლებული T-ზე და თავისუფალი ვარდის საჩქარება ქვევით არის -G T² ნახევარი. ეხლა დედამიწაზე დაცემა ნიშნავს, რომ მისი Y კოორდინატი გახდება 0-ის ტოლი. ამიტომ გვექნება ეგეთი განტოლება. ესე იგი 0 უდრის, მოდით ბარემ რიცხვები შევიტანოთ, ესე იგი 120 პლუს სხეულის სიჩქარე არის 10T მინუს 5T². ეხლა ეს განტოლება რო ამოვხსნათ, მოდით ყველაფერი გავაგზავნოთ მეორე მხარეზე, ესე იგი მექნება 5T² მინუს 10T მინუს 120. ესე იგი 5T² მინუს 10T მინუს 120 უდრის 0-ს. ნუ 5-ზე გავყოთ ყველაფერი, T² მინუს 2T მინუს 60 უდრის 0-ს. ხო, T პირველი მეორე, ესე იგი ეს ფესვები იქნება 2-ს პლუს მინუს კვადრატული ფესვი 2-ის კვადრატი 4-ს პლუს 4-ჯერ 60 240. ეს გაყოფილი 2-ზე. ესე იგი T პირველი მეორე ეს ფესვები იქნება 2 პლუს მინუს კვადრატული ფესვი 254-დან. ესე იგი გაყოფილი 2-ზე. ნუ 254-დან, ნუ მოკლედ ერთი ფესვი იქნება ესე იგი 18-ია მგონი ხო 254-დან ფესვი. ამით შევამოწმებ. არა 18 ბევრი არის. ნუ მოკლედ რაც არის ესე იგი ეს ფესვი ამოვიღოთ ესე იგი ეს ფესვი და აქ ორი ფესვი იქნება. T პირველი იქნება 2-ს პლუს ფესვი 254-დან გაყოფილი 2-ზე და მეორე იქნება უარყოფითი ფესვი არის. ნუ უარყოფითი ფესვი არ გვაწყობს ჩვენ ესე იგი და იმას უგულებელყოფთ. კარგით, ეხლა შემდეგი მე-20 ამოცანა. საჰაერო ბურთი მოძრაობს ვერტიკალურად ზევით მუდმივი 0.5 მეწამის სიჩქარით. ბურთულიდან დედამიწის მიმართ 10.5 მეწამს სიჩქარით ვერტიკალურად ზევით აისროლეს ბურთულა. განსაზღვრეთ მაქსიმალური მანძილი, რომლითაც გაუსწრებს ბურთულა საჰაერო ბურთის
იმ წერტილს, რომლიდანაც იგი აისროლეს. წინააღმდეგობის ძალებს გაითვალისწინებთ. მოდით ესე იგი, აქაც დავხატოთ სურათი, თქვათ ეს არის დედამიწის ზედაპირი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ადის, თქვათ ეს არის ის წერტილი, სადაც ეს ბურთი მოძრაობს, საჰაერო ბუშტი უпростоრად მოძრაობს ზევით, ესე იგი V პირველი არის 0.5 მეტრ წამ სიჩქარით, ესე იგი V პირველი არის და ბურთიდან დედამიწის მიმართ ისროლეს ვერტიკალურად ზევით რაღაცა სხეული. V2 არის 10.5 მეტრი წამში. ხო, ახლა ეს საჰაერო ბურთი ცხადია თანაბრად იმოძრავებს, ეს სხეული კი იმოძრავებს, ესე იგი ჯერ თანაბარ შენელებულად, მაგას შეაჩქარება ექნება, მიაღწევს რაღაც მაქსიმალურ სიმაღლეს, მერე წამოვაქვევით თავისუფალი ვარდნა იქნება. განსაზღვრეთ მაქსიმალური მანძილი, რომლითაც გაუსწრებს ბურთულა საჰაერო ბურთის იმ წერტილს, ესე იგი ამ წერტილს იმ წერტილს, რომლიდანაც იგი აისროლეს. თუმცა ის წერტილი ასევე მოძრაობს ზევით, საიდანაც ის აისროლეს. ამიტომ ეს ასროლის წერტილიც, ესე იგი მოძრაობს ზევით. ხო, მოდი დავწეროთ, ესე იგი, შემოვიღოთ, ესე იგი, თქვათ, თუ დაგვჭირდა ეს ღერძი, თქვათ, Y-ი ზევით მიმართოთ, მაგრამ მოდი ჯერ განსაზღვროთ, აი ამ ასროლის წერტილიდან რა დროში მიაღწევს აი ეს ვერტიკალურად ასროლილი სხეული თავის მაქსიმალურ სიმაღლეს. ესე იგი, ეს დრო, რადგან ჩვენ გვაქვს სიჩქარე დედამიწის მიმართ, ესე იგი, ეს დრო იქნება V2 შეფარდებული ჟესთან. ეს არის ეგრეთ წოდებული მაქსიმალურ სიმაღლეზე ასვლის დრო. აქ არის დედამიწის მიმართ სიჩქარე შეფარდებული ჟეზე. ეს შეგვიძლია რიცხობრივად გამოთვალოთ 10.5 გაყოფილი, ესე იგი 10-ზე, ეს არის 1.05. 1.05 წამში მიაღწევს ეს სხეული მაქსიმალურ სიმაღლეს. ეხლა ამ დროის განმავლობაში ეს საჰაერო ბურთი ზევით რადგან მოძრაობს თანაბრად, ესე იგი ის გაივლის მანძილს. ეს პირველი იქნება V პირველი გამრავლებული აი ამ T-ზე, ასვლის დროზე და ეს იქნება 0.5 გამრავლებული 1.05-ზე. ეს რა გამოვა? 0.500, ესე იგი ეს 2-ზე რო გაიყოს, ესე იგი ეს იგივე არის, ხო? 0.525. აი ამდენ მეტს გაივლის. ხო, ეს სხეული კი იმავე დროში გაივლის მანძილს, რომელიც შეგვიძლია ასეთ ფორმულით ვიპოვოთ. ეს არის ფაქტიურად H მაქსიმალური. H მაქსიმალური იქნება V2-ის კვადრატი შეფარდებული 2G-ზე. ხო, და მათ შორის მანძილი, ესე იგი მაქსიმალური, ესე იგი რომ გაუსწრო, ეგ იქნება, დელტა L-ით აღვნიშნოთ, ეგ იქნება ეს H მაქსიმალურს გამოვაკლოთ, ესე იგი ეს S1. აქ ფორმულები რო შევიტანოთ, არის V2-ის კვადრატი 2G-ზე მინუს V1 T ასვლის დროზე. ახლა ფორმულებით ბარემ რო შევიყვანოთ, ეს არის V2-ის კვადრატი 2G-ზე მინუს V1 გამრავლებული V2G-ზე. უფრო ლამაზად რო დავწეროთ, V2G გავაფრჩხილებს გარეთ,
აქ იქნება V2-ის ნახევარი მინუს V1. აი ესეთი ლამაზი ფორმულა გამოგვივა. ხო, ეს იყო მე-20 ამოცანა. 21 ამოცანა. ბურთულა აისროლეს 30 მეტრწამის საწყისი სიჩქარით. ასროლიდან რა დროის შემდეგ გახდება მისი სიჩქარე ასროლის სიჩქარეზე სამჯერ ნაკლები. რა სიმაღლეზე იქნება ბურთულა ამ მომენტში? წინამდგომის ძალებს გაითვალისწინებთ. ესე იგი, V0 არის 30 მეტრი წამში და რა მომენტში ასროლიდან რა მომენტში სიჩქარე V1 გახდება V0-ის მესამედის ტოლი. და ამ დროს რა სიმაღლეზე იქნებაო სხეულიო დედამიწის ზედაპირიდან. არს გვეკითხებიან ასევე. აი წარმოვიდგინოთ, რომ ესე იგი ეს არის დედამიწის ზედაპირი. აქედან აისროლეს სხეული V0 საწყისი სიჩქარით და გავიხსენოთ ესე იგი როგორ მოძრაობას ასრულებს ეს სხეული. ეს არის შენელებული მოძრაობა ვერტიკალურად ზევით, ჟ-აჩქარებით, სრულ გაჩერებამდე, ესე იგი გაჩერდება და მერე დაიწყებს ვარდნას ქვევით მოძრაობის დროს. ეხლა ცხადია, რომ რადგან სიჩქარე ჯერ მცირდება, იქნება საწყის მომენტში V0 არის, მე V0 მცირდება და რაღაცა მომენტში სხეულის სიჩქარე გახდება საწყის სიჩქარეზე სამჯერ ნაკლები. მოდით ჩავწეროთ, ესე იგი, თავიდან, ესე იგი, სიჩქარის დროზე დამოკიდებულების ფორმულა. ესე იგი, V არის, ესე იგი, V მოდით შემოვიტანოთ, ესე იგი, Y ღერძი, აი ორნაირად გავაკეთებ ამ ამოცანას და VY-ისთვის დავწერ, ესე იგი. VY არის V0-ს მინუს ჟტ. ესე იგი, V0 რატო ავიღე პლუს ნიშნით? იმიტომ რომ Y ღერძის თანხვედრილი არის. ჟ თავისუფალი ვარდის აჩქარება ქვევით არის მიმართული, იმიტომ რომ დედამიწა ქვევით იზიდავს სხეულს. ეხლა ჩვენ გვითხდეს, რომ მოდულითო სიჩქარეო V0 მესამედის ტოლი არისო. ესე იგი, ერთხელ როდესაც ზევით მიდის, მაშინ VY იქნება V0 მესამედი, მაგრამ მეორე ვარიანტიც არის, როდესაც VY იქნება მინუს V0 მესამედი. ესე იგი, იმიტომ რომ ქვევით როცა დაიწყებს მოძრაობას, მერე ეს სხეულის სიჩქარე ქვევით იქნება მიმართული. აი ამ მომენტში გზით რო დიოდა, ზევით არის მიმართული და საწყის სიჩქარეზე მესამედით ნაკლებია და მეორედ იქნება, როდესაც ქვევით ჩამოდის. ეს ყველაფერი ამ ფორმულიდან შეგვიძლია მივიღოთ. მოდი ჯერ ზევით რო დიოდა. VY-ის მაგივრად, ესე იგი, ეს სიჩქარე არის ზევით რო ადის, ესე იგი V0 მესამედი არის V0-ს მინუს ჟტ. აქედან ჟტ იქნება V0-ს მინუს V0 მესამედი, ანუ ჟტ არის 2 მესამედი V0. ანუ ასე რომ t პირველი ამოხსნა იქნება 2 V0 შეფარდებული 3 ჟ-ზე. რიცხვები რო შევიტანოთ, იქნება 2 ჯერ 30, 3 10, ესე იგი ეს შეიკვეცება ამასთან და ეს ამასთან გამოვა 2 წამი. ეხლა მეორე ამონახსნი არის VY არის მინუს V0 მესამედი, ესე იგი მინუს V0 მესამედი იქნება V0-ს მინუს ჟტ. ესე იგი, ეხლა უკვე ჟტ იქნება V0-ს პლუს V0 მესამედი. ანუ ჟტ არის 4 მესამედი V0, აქედან t იქნება 4 V0 3 ჟ-ზე. შევიტანოთ 4 ჯერ 30, 3 10-ზე. ეს იკვეცება, გამოვა 4 წამი. და კიდე ერთი შეკითხვა არის, ესე იგი, ამ მომენტში რა სიმაღლეზე იმყოფება სხეული.
ნუ სიმაღლის ფორმულა იქნება a-ში არის v0t-s minus gt კვადრატ ნახევარი. t-ს მაგივრად შეგვიძლია შევიტანოთ 2 წამი. ეხლა სულ ერთია, გნებავთ 2 წამი შეიტანეთ, გნებავთ 4 წამი, ერთნაირი პასუხს მიიღებთ. a-ში იქნება 30 გამრავლებული 2-ზე minus 10 2-ის კვადრატი 4 გაყოფილი 2-ზე, ეს გამოვა 60 გამოკლებული 20, ხო? ეს და ეს გაიკვეცა და აქ 5 დარჩა 20. ესე იგი a-ში არის, ესე იგი 40 მეტრის ტოლი. 40 მეტრ სიმაღლეზე იმყოფება სხეული ამ დროს. ეხლა 22 ამოცანა. დედამიწის ზედაპირიდან 60 მეტრ სიმაღლეზე მდებარე წერტილიდან ვერტიკალურად ზევით 20 მეტრ წამის საწყის სიჩქარით აისროლეს ბურთულა. საკოორდინატო ღერძი მიმართეთ ვერტიკალურად ქვევით, 10 თვლის სათავე დაუკავშირეთ ასროლის წერტილს და დაწერეთ ბურთის კოორდინატისა და სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების ფორმულები. ასროლიდან რა დროის შემდეგ დაეცემა ბურთულა დედამიწაზე. წინამდებობის ძალებს ხედულობაში მიიღებთ. აი თქვათ ეს სხეული იმყოფებოდა, აი თქვათ ეს არის დედამიწის ზედაპირი, ეს არის 60 მეტრი, ესე იგი ეს მანძილი, ესე იგი აქ იყო ესე იგი სხეული. ვერტიკალურად ზევით ისროლეს რაღაცა სხეული. ესე იგი ვერტიკალურად ზევით და v0 სიჩქარე ზევით არის მიმართული. ხო, ეხლა აქ გთხოვენ რომ შემოიტანეთო კოორდინატა ღერძიო. საკოორდინატო ღერძი მიმართეთ ვერტიკალურად ქვევით. მოდით მიმართოთ ვერტიკალურად ქვევით, y ქვევითაა მიმართული. 10 თვლის სათავე დაუკავშირეთ ასროლის წერტილს. აი აქ იყოს 0, 10 თვლის სათავე. ესე იგი და უნდა დავწეროთ სიჩქარის დროზე დამოკიდებულების ფორმულა და კოორდინატის დროზე დამოკიდებულების ფორმულა. მე ახლა დავხატე ეს ჟ ყველა ვარიანტში ქვევით არის სხეულის. ნებისმიერ წერტილში, სადაც გინდათ რო იყოს ეს სხეული. ესე იგი დავწეროთ, ესე იგი v იქნება ნახეთ, y ღერძის საწინააღმდეგოდ არის v0, ამიტომ იქნება minus v0 plus gt. ეს იგი v-ის დროზე დამოკიდებულების ფორმულა ესეთი არის. ეხლა y-ის დროზე დამოკიდებულების ფორმულა. საწყისი კოორდინატი არა აქვს. v0 ზევით არის მიმართული y ღერძის საწინააღმდეგოდ, ამიტომ minus v0 გამრავლებული t-ზე plus gt კვადრატ ნახევარი. ესე იგი აქ თვითონ პირველ კითხვებზე გავეცით პასუხი. გვაქვს ჩვენ სიჩქარის და კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკები. ეხლა ასროლიდან რა დროის შემდეგ დაეცემა ბურთულა დედამიწაზე. ეს იგი ბურთულა როცა დაეცემა დედამიწაზე, ბურთულის კოორდინატი გახდება 60-ის ტოლი. ამიტომ შევიტანოთ ესე იგი, ეს არის დაცემის მომენტში. დაცემის მომენტში. ამიტომ ჩავწეროთ რომ 60 უდრის, საწყის სიჩქარე იყო 20t პლუს 5t კვადრატი. მოდით ყველაფერი ერთ ხარეზე გადავიტანოთ, ამ შემთხვევაში, ვცდილობთ სადაც t კვადრატი დადებითია, იქეთ გადაგვაქვს ხოლმე. 5t კვადრატი minus 20t minus 60 უდრის 0-ს. 5-ზე იკვეცება ყველაფერი. გვექნება t კვადრატს minus 4t minus 12 უდრის 0-ს. ამოხსნათ ესე იგი ეს განტოლება, t პირველი მეორე არის 4 plus minus 4-ის კვადრატი 16 plus 4-ჯერ 12 48. ეს გაყოფილი 2-ზე. ერთი პასუხი არის, ხო, ეს არის 4 plus minus კვადრატული ფესვი
64 გაყოფილი 2-ზე. ისე t პირველი გამოვა 4-ს პლუს 8 გაყოფილი 2-ზე, ანუ ეს არის 12 2-ზე 6 წამი და მეორე პასუხი გვექნება უარყოფითი, იმიტომ რომ არის 4-ს მინუს 8 გაყოფილი 2-ზე და ეს უარყოფითი პასუხი აზრი არ აქვს. 23 ამოცანა. 45 მეტრის სიმაღლის აივნიდან ჰორიზონტალური მიმართულებით 5 მეწამი საწყის სიჩქარით გაისროლეს სხეული. განსაზღვრეთ რა დროის შემდეგ და სახლის ძირიდან რა მანძილზე დაეცემა სხეული დედამიწის ზედაპირზე. დავხატოთ სურათი, ეს არის სახლის სახურავი, ეს არის დედამიწა. აი აქ ისროლეს სხეული, აი ვენოლის სიჩქარე მიანიჭეს ჰორიზონტალურად და 45 მეტრი ეს არის სიმაღლე ამ სახლის. ესე იგი ჩავწეროთ, რომ ვენოლი არის 5 მეტრი წამი. ნუ მოდით როგორ მოიქცეთ, ესე იგი შემოვიტანოთ კოორდინატა ღერძები, სათავეთ მივიჩინოთ მოით ესე იგი ეს წერტილი, ღერძი y ქვევით მიმართოთ, x ღერძი მიმართოთ მარჯვნივ. ხო, ეხლა x ღერძის გასწვრივ მოძრაობა არის თანაბარი. ამიტომ x იქნება ვენოლი გამრავლებული t-ზე. ხოლო y ღერძის გასწვრივ ჩვენ გვექნება სხეულის თავისუფალი ვარდნა უსაწყისო სიჩქარით, იმიტომ რომ y ღერძის გასწვრივ საწყის სიჩქარე არ აქვს. ნუ ჟ მიმართულია ქვევით და y არის ჟტ კვადრატ ნახევარზე. როდესაც სხეული დაეცემა დედამიწაზე, y გახდება 45 ტოლი. ამიტომ შევიტანოთ ესე იგი აქ და აქედან დროს გავიგებთ. 45 უდრის 10 t კვადრატ ნახევარი. ნუ ეს გაიკვეცება, ეს არის 5, ამიტომ 9 უდრის t კვადრატს, ესე იგი t უდრის 3 წამს. ესე იგი 3 წამში დაეცემა სხეული. ამასობაში x-ი რისი ტოლი გახდება 3 წამში? აი 3 წამში x-ი გახდება s-ის ტოლი, s-ი იქნება ესე იგი აი ეს v0 გამრავლებული 3-ზე. ესე იგი ეგ არის 5 გამრავლებული 3-ზე იქნება 15 მეტრი. 24 ამოცანა. ორ ბურთულას ისრიან ჰორიზონტალური მიმართულებით. პირველს ორჯერ უფრო მაღალი აივნიდან ვიდრე მეორეს. რამდენჯერ უნდა აღემატებოდეს მეორე ბურთულის გასროლის საწყის სიჩქარე პირველისას, რომ მათი ფრენის სიშორეები იყოს ერთნაირი. ნუ აი მოკლედ სურათი იქნება რაღაც ესეთნაირი, ესე იგი. თქვათ ერთი ბურთულა ისროლეს აქედან, ეს ამოვა, ესე იგი ესე დაეცემა და მეორე უფრო მაღლიდან ისროლეს. ნუ მაღლიდან ისროლეს ალბათ უფრო ნაკლები სიჩქარით, იმიტომ რომ ესე იგი ეს თქვათ იგივე წერტილში უნდა დაეცეს სიშორეს ხური უნდა იყოს ერთნაირი. ესე იგი ეს აღვნიშნოთ v პირველით, ეს აღვნიშნოთ v მეორეთ. გვეკითხებიან როგორი შეფარდება უნდა იყოს a პირველსა და a მეორეს შორის. ხო, ესე იგი ფრენის დროს, როგორც ვიცით, განსაზღვრავს სხეულის თავისუფალი ვარდნა. ესე იგი y ღერძის გასწვრივ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვარდნა, ამიტომ a-შისთვის ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ a-ში არის ჟტ კვადრატ ნახევარი. ამიტომ a პირველი ეს არის ჟტ პირველი კვადრატ ნახევარი, აქედან t პირველი იქნება ფსვ 2 a პირველი შეფარდებული ჟ-ზე. ნუ ანალოგიურად თქვათ h2 არის ჟტ2 კვადრატ ნახევარი, ამიტომ t2 არის ფსვ 2h2 შეფარდებული ჟ-ზე. რაც შეეხება სიშორეს, ამ მიმართულებით მოძრაობა თანაბარი არის. s პირველი არის v პირველი გამრავლებული t პირველზე და s მეორე არის v მეორე გამრავლებული t მეორეზე. მაგრამ აქ გითხრეს, რომ s1 s2 ტოლია. ამიტომ v პირველი t პირველი უდრის v მეორე t მეორეს. შევიტანოთ ახლა აქ t პირველი და t მეორე.
გვექნება v პირველი ფესვი 2h1 ჟ-ზე უდრის v მეორე ფესვი 2h2 ჟ-ზე. ნუ აქ ჟ-ები ორივე მხარეს გაიკვეცება, ეს ორიანებიც გაიკვეცება, გვექნება v1 ფესვი h1-დან უდრის v2 ფესვი h2-დან. ავიყვანოთ კვადრატში v1-ის კვადრატი h1 უდრის v2-ის კვადრატ h2-ს. ამიტომ h1-ის h2-თან შეფარდება იქნება v2-ის კვადრატი v1-ის კვადრატზე. აი ესეთი თანაფარდობა უნდა იყოს. ეს იყო 24 ამოცანა. ეხლა 25 ამოცანა. რა სიმაღლიდან უნდა გავისროლოთ სხეული 20 მეტრ საწყისი სიჩქარით ჰორიზონტალურად, რომ გასროლის სიმაღლე ფრენის სიშორის ტოლი იყოს. ხო, ნუ გვეკითხებიან ესე იგი, რომ რა სიმაღლიდან უნდა გავისროლოთო, ესე იგი სხეული ეს A-ში 20 მეტრი წამის სიჩქარით უნდა გავისროლოთო, ესე იგი V0 არის 20 მეტრი წამში, იმისათვის რომ A-ში იყოს S-ის ტოლი. ნუ როგორც ვიცით, X ღერძის გასწვრივ, აი ჰორიზონტალური მიმართულებით, მოძრაობა თანაბარი არის, ამიტომ S-ისთვის შეგვიძლია დავწეროთ, ეს არის V0 გამრავლებული T-ზე. რაც შეეხება A-ს, თქვათ ესე იგი დროს, ვარდნის დრო, A-ში არის ესე იგი ჟ-T კვადრატ ნახევარი. ხო, ესე იგი, ჩვენ გვითხრეს, რომ ეგენი ერთმანეთის ტოლი არის, ესე იგი V0 გამრავლებული T-ზე არის ჟ-T კვადრატ ნახევარი. ეს T კვადრატი და T გაიკვეცება, აქედან ჟ-T არის 2V0, ანუ T არის 2V0 შეფარდებული ჟ-სთან. ესე იგი ფრენის დრო ესეთი არის და ფრენის დრო თუ გვინდა რომ ეგეთი იყოს, რა სიმაღლიდან უნდა გავისროლოთ. ესე იგი ამისათვის A-შისთვის გვექნება ფორმულა ჟ-T კვადრატ ნახევარი, ანუ ჟ ნახევარი T კვადრატი, ესე იგი 4V0 კვადრატი ჟ კვადრატზე. ესე იგი ეს კვადრატი და ეს ჟ გაიკვეცება, ეს და ეს გაიკვეცება, ორიანი დაგვრჩება, გვექნება 2V0 კვადრატი შეფარდებული ჟ-ზე. ესე იგი A-ში იქნება 2V0 კვადრატი შეფარდებული ჟ-სთან. აი ესეთი სიმაღლიდან თუ გავისვრით სხეულს, ესე იგი მაშინ სიშორე დაემთხვევა სიმაღლეს. 26 ამოცანა. დედამიწის ზედაპირიდან გარკვეულ სიმაღლეზე მოდულით ერთნაირი საწყისი სიჩქარით გაისროლეს 4 სხეული. სურათი 152. დაამტკიცეთ, რომ ეს სხეულები დავარდნამდე დროის ნებისმიერ მომენტში კვადრატის წვეროებზე იქნებიან განლაგებული. დროის მიხედვით, როგორ იცვლება ამ კვადრატის დიაგონალის სიგრძე. წინამდებობის ძალებს ნუ გაითვალისწინებთ. აი მოდით ნახეთ რა სიტუაცია გვაქვს. გვაქვს 4 ბურთულა, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მოკლედ ერთი ბურთულა ზევით გაისროლეს V სიჩქარით, ერთი მარჯვნივ V სიჩქარით, ერთი ქვევით იგივე V სიჩქარით და ერთი მარცხნივ V სიჩქარით. მოდით რაღაცნაირად დავნომროთ. ეს იყოს პირველი სხეული, ეს მეორე, ეს მესამე, ეს მეოთხე. მოდით შემოვიღოთ კოორდინატა ღერძები. აი ეს იყოს Y, ეს იყოს X, აქ იყოს კოორდინატა სათავე. და მოდით ჩავწეროთ თითოეული სხეულისთვის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების ფორმულები. აი მოდით თქვათ პირველი სხეულისთვის ჩავწეროთ. პირველი სხეულისთვის, ესე იგი X პირველი უდრის 0-ს და არ იცვლება დროის განმავლობაში. Y პირველი არის
v გამრავლებული t-ზე მინუს gt კვადრატ ნახევარი. ეხლა მეორე სხეულისთვის დავწეროთ. მეორე სხეულისთვის x მეორე არის vt, y მეორე არის მინუს gt კვადრატ ნახევარი. რატო? იმიტომ რომ g ქვევით არის მიმართული. ეხლა მესამე სხეულისთვის წერ. მესამე სხეული, რომელიც ქვევით მოდის. x მესამე არის 0, y მესამე არის მინუს vt მინუს gt კვადრატ ნახევარი. და მეოთხე სხეულისთვის წერ. x მეოთხე არის მინუს vt, იმიტომ რომ x ღერძის საწინააღმდეგოდ მოძრაობს, ხოლო y მეოთხე არის საწყისი კოორდინატი არ აქვს, არის მინუს gt კვადრატ ნახევარი. ხო, აი მოდით რა ვქნათ, იცით, გავთვალოთ მანძილი პირველ და მეორე სხეულს შორის. ესე იგი, მაგი დავარქვათ L პირველი მეორე. პირველ და მეორე წერტილებს შორის მანძილი ეს არის x პირველს მინუს x მეორე კვადრატში პლუს y პირველს მინუს y მეორე კვადრატში. ნახოთ რა გამოგვივა. ესე იგი, x პირველს რო გამოვაკლო x მეორე ეს იქნება მინუს vt, მაგრამ კვადრატში ადის, ესე იგი, იქნება v კვადრატ t კვადრატი პლუს y პირველს გამოკლებული y მეორე. ახლა y პირველს y მეორე რო გამოვაკლო, ეს gt კვადრატები გაიკვეცება და ეს ასევე იქნება v კვადრატ t კვადრატი. ამიტომ მათ შორის მანძილი იქნება ფესვი 2v კვადრატ t კვადრატიდან, ანუ L1 არის vt ფესვი 2-დან. ეს მე ვიპოვე მანძილი აი ამ ორ სხეულს შორის რაღაცა t დროის შემდეგ. ეხლა ანალოგიურად შემიძლია ვიპოვო მანძილი პირველ სხეულსა და მეოთხე სხეულს შორის. მაგალითად L1-4. ეს არის კვადრატული ფესვი x პირველს მინუს x მეოთხე კვადრატში პლუს y პირველი მინუს y მეოთხე კვადრატში. აქედან ფესვი. მოდით ვნახოთ რა გამოგვივა. ესე იგი, x პირველს მინუს x მეოთხე, აგერ x პირველი x მეოთხე, ეს იქნება vt, კვადრატში v კვადრატ t კვადრატი, პლუს y პირველს გამოკლებული y მეოთხე, აი ესენი წავა. ამიტომ ისევ არის, ესე იგი, v კვადრატ t კვადრატიდან ფესვი, ასე რომ გამოვიდა იგივე, vt ფესვი 2-დან. ეხლა ჩვენ ვაჩვენეთ, რომ თურმე დროის მიხედვით ეს მანძილი და ეს მანძილი ერთნაირი არის. ანალოგიურად შემიძლია მაგალითად მეორე და მესამე სხეულებს შორის მანძილი ვიპოვო. L2-3. ეს არის კვადრატული ფესვი x2 მინუს x3 კვადრატში პლუს y2 მინუს y3 კვადრატში. აქედან ფესვი. მოდით, აბა x2 მინუს x3. vt გამოდის v კვადრატ t კვადრატი კვადრატში აყვანილი. y2 მინუს y3 აქ ისევ ესენი გაიკვეცება, აქ მინუს პლუს vt ისევ v კვადრატ t კვადრატი. ესე იგი, ეს გამოვიდა ისევ vt ფესვი 2-დან. ესე იგი, მე გამომივა, რომ ყველა აი ეს მანძილები ერთმანეთის ტოლია. მაგრამ ეხლა ეგ შეიძლება რომბიც იყოს პრინციპში, იმიტომ რომ მოპირდაპირე გვერდები, ის კი არა, ყველა გვერდები ერთმანეთის ტოლი არის კვადრატში და რომბში. ეხლა იმისათვის რომ დავწმუნდეთ, რომ კვადრატი არის, L1-3 უნდა დაემთხვეს L2-4-ს. ამიტომ დავთვალოთ L1-3. ეხლა L1-3 რისი ტოლი არის? ეს არის x1 მინუს x3 კვადრატში პლუს y1 მინუს y3 კვადრატში. ესე იგი, x1 მინუს x3. 0-ს მინუს 0, ესე იგი 0-ია. y1 გამოკლებული y3. აქ gt კვადრატიანი წევრები, ასე თქვათ, გაბათილდება, მაგრამ vt-ები გაორმაგდება. ამიტომ იქნება 2vt კვადრატში.
ესე იგი ეს იქნება, ნახეთ, VT 2VT. ხო, ეხლა ანალოგიურად შემიძლია ვნახო, რომ L2 4. ეს არის კვადრატული ფესვი x2 მინუს x4 კვადრატში პლუს y2 მინუს y4 კვადრატში. ეს იგი აქედან ფესვი. ეხლა x2-ს გამოკლებული x4. აი ესენი გაორმაგდება. ეს იგი ეს არის ფესვი 2VT კვადრატი, მაგრამ y2-ს მინუს y4 ეგენი ერთნაირებია, ამიტომ იქნება ეს იგი 2VT. ეს კი მე გამომივიდა, რომ ეს მანძილი ამ მანძილის ტოლია და ყველა გვერდები ერთნაირია, ამიტომ გამომივა კვადრატი. ეს იყო 26 ამოცანა. 27 ამოცანა. ჰორიზონტისადმი 45 გრადუსიანი კუთხით გასროლილმა ჭურმა 50 მეტრ სიმაღლეს მიაღწია. განსაზღვრეთ მისი ფრენის სიშორე. წინამდებობის ზალას ხედელობაში მიიღებთ. აი წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის დედამიწის ზედაპირი. 45 გრადუსიანი კუთხით გაისროლეს ჭურვი და ესე იგი ამ ჭურმა იფრინა და აი ესე იგი 50 მეტრიან სიმაღლეს მიაღწია. ესე იგი ეს h მაქსიმალური არის 50 მეტრი. ჩავწეროთ, რომ h მაქსიმალური მოცემულობა ჩავწეროთ. არის 50 მეტრი, ალფა კუთხე არის 45 გრადუსი, ალფა კუთხე ეს არის ჰორიზონტთან, რასაც ადგენს. ხო, ეხლა აი ეს არის ვენულ საწყისი სიჩქარე. მოდი დავშალოთ ეს სიჩქარე ორ მდგენელად. ერთი არის x მდგენელი, მეორე არის y მდგენელი. ხო, ეს რადგან 45 გრადუსიანი კუთხე არის vx-ი, ეს არის v0 გამრავლებული კოსინუს ალფაზე, vy არის v0 სინუს ალფაზე. 45 გრადუსზე კოსინუს 45 გრადუსისა უდრის სინუს 45 გრადუსს და უდრის ფესვი 2-დან 2-ს. ამიტომ vy არის v0 ფესვი 2-დან 2-ზე, ხოლო vx არის v0 ფესვი 2-დან 2-ზე. ეხლა რაც შეეხება h მაქსიმალურს. y ღერძის გასწვრივ სხეულის მოძრაობა არის როგორც ვერტიკალურად ასროლილი სხეულის მოძრაობა. მაგ დროს ვიცით, რომ მაქსიმალური სიმაღლეს განსაზღვრავს საწყისი სიჩქარის y მდგენელი. ეს არის vy-ით გვაქვს აღნიშნული. ეს კი vy კვადრატი შეფარდებული 2j-ზე. ამიტომ ეს იქნება v0 კვადრატი 2, ესე იგი ეს 4 2j-ზე. ესენი გაიკვეცება და მექნება v0 კვადრატი შეფარდებული 4j-ზე. აქედან v0 კვადრატი შემიძლია ვიპოვო v0 კვადრატი გამომივა 4j-h მაქსიმალური, ანუ რიცხობრივ და ესე იგი v0 იქნება ფესვი 4j-h მაქსიმალურიდან. რიცხვები რო შევიტანოთ, ეს არის 40 გაყოფილი, ესაა გამრავლებული 50-ზე, ესე იგი ეს არის ფესვი 200-დან, არა 2000-დან. ფესვი 2000-დან. ეს შეიძლება დავწეროთ, რომ ეს არის დაახლოებით რამდენი ახლა ფესვი 20-დან არის ესეთი, თქვათ 4.5 გამრავლებული 10-ზე, დაახლოებით რაღაცა 40 თუ გინდა დავტოვოთ ესე იგი ეს რიცხვი ესეთნაირად. ეხლა გვეკითხებიან ესე იგი ამ ამოცანაში განსაზღვროთ მისი ფრენის სიშორე. ფრენის სიშორე S მოიცემა ფორმულით v0x გამრავლებული ფრენის დროზე. T ფრენის დროზე. ეხლა ფრენის დროს T ფრენის დრო არის ასვლა ჩამოსვლის დრო.
ესე იგი ორჯერ V0Y შეფარდებული ჟ-სთან. ამიტომ S-ისთვის მექნება ორჯერ V0X გამრავლებული V0Y-ზე შეფარდებული ჟ-ზე. ნუ აქ რო შევიტანოთ, ესე იგი ორჯერ V0 ფესვი 2-დან 2-ზე გამრავლებული V0 ფესვი 2-დან 2-ზე შეფარდებული 10-ზე. ესე იგი ეს ორიანი და ეს ორიანი გაიკვეცება, ფესვი 2 ფესვი 2-ზე ეს 2-ს მომცემს და ამ ორთან გაიკვეცება, გამომივა V0 კვადრატი შეფარდებული 10-ზე. V0 იყო 50, 2500 გაყოფილი 10-ზე, გამოვა 250 მეტრი. 22 ამოცანა. რა მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწია ჰორიზონტისადმი მახვილი კუთხით გასროლილმა ისარმა, თუ მისი ფრენის დრო 8 წამია. ეს კი ფრენის დრო ეს არის ორჯერ t ასვლის დრო. და ასვლის დრო ეს არის V0Y შეფარდებული ჟ-სთან. ამიტომ ჩვენ თუ ვიცით ფრენის დრო, ესე იგი t ფრენის ეს არის ორჯერ V0Y შეფარდებული ჟ-ზე, აქედან V0Y იქნება t გამრავლებული ჟ ფრენისაზე შეფარდებული 2-ზე. ანუ ეს არის 10 ფრენის დრო 8 წამია, ესე იგი 8-ზე შეფარდებული 2-ზე, ეს გამოვა 40 მეტრი წამში. ხოლო h მაქსიმალური მოიცემა ფორმულით V0Y კვადრატი შეფარდებული 2ჟ-სთან. ასე რომ h მაქსიმალური იქნება 40-ის კვადრატი შეფარდებული 20-ზე. ეს არის 1600 20-ზე გამოვა 80 მეტრი. ნუ 29 ამოცანა. ჰორიზონტისადმი 20 გრადუსიანი კუთხით და 17 მეწამის საწყის სიჩქარით გაისროლეს ბურთულა. რა სიჩქარით და ჰორიზონტისადმი რა კუთხით დაეცემა ბურთულა გასროლის დონეზე? წინამდგომის ძალას ნუ გაითვალისწინებთ. ნუ ეხლა აქ ნახეთ, ამას საერთოდ არ ჭირდება არაფრის გაანგარიშება. უბრალოდ ნახეთ რა ხდება, რომ აი ესეთი რაღაცა ალფა კუთხით და რაღაცა V0 სიჩქარით გაისროლეს სხეული. ეხლა ეს სიმეტრიული პარაბოლა არის და ამ წერტილში იგივე სიჩქარით და იგივე კუთხით დაეცემა. ნუ უბრალოდ კუთხე იქნება დედამიწის მიმართ, ქვევით იქნება მიმართული. ეხლა 29 ამოცანა. ჰორიზონტისადმი 30 გრადუსიანი კუთხით და 60 მეწამის საწყისი სიჩქარით გასროლილი სხეული რაღაც სიმაღლეზე იმყოფებოდა ორჯერ 2 წამის ინტერვალით. განსაზღვრეთ ეს სიმაღლე წინამდგომის ძალებს ნუ გაითვალისწინებთ. ხო, ნუ ახლა აქ დავხატოთ ესე იგი ეს სურათი. ესე იგი ესეთი V0 საწყის სიჩქარით, ესე იგი V0 არის 60 მეტრი წამი, ალფა არის 30 გრადუსი. ხო, და ეს სხეული გაისროლეს, ესე იგი ჰორიზონტისადმი 30 გრადუსიანი კუთხით. აი დავშალოთ ის საწყის სიჩქარე მდგენელებად, ეს არის V0X, ეს არის V0Y და რაღაც სიმაღლეზე იმყოფებოდა ორჯერო და ინტერვალი მათ შორის არის, ესე იგი 2 წამიო, ესე იგი t არის 2 წამი.
ეხლა ნახეთ რა ხდება, ესე იგი ეს სხეული როდესაც მოძრაობს აი ესე კუთხით არა, ახლა სიმაღლე მატულობს და თქვა წარმოვიდგინოთ რომ ნებისმიერ სიმაღლეზე ეს სხეული ორჯერ იქნება, ერთხელ ასვლის დროს, აი თქვა მოდის და აი ამ სიმაღლეზე არის ლაპარაკი, ამ სიმაღლეზე. ერთხელ არის ასვლის დროს, მერე აცდება ამას, მერე ჩამოვა და ისევ მაქსიმაღლეზე იქნება. აი ეს გვითხრეს რომ აი აქედან აქამდე 2 წამი არისო. ესე იგი ეს რადგან 2 წამი არის, აი აქედან აქამდე მოსვლის დრო არის 1 წამი. ესე იგი ამ წერტილიდან უმაღლეს წერტილში მისასვლელად მას დასჭირდა 1 წამი. ესე იგი ტ პირველი 1 არის, ესე იგი 1 წამი, რომელიც არის ეს ტ პირველი არის, ესე იგი აი ეს ტ-ს ნახევარი. ეხლა ამ 1 წამში ფაქტიურად სხეული აი ამ წერტილიდან ავიდა ამ წერტილამდე, არა? ესე იგი თქვა აქედან აქამდე ავიდა. ნუ y ღერძის გასწვრივ ვიხილავ მე მის მოძრაობას. ავიდა აქედან აქამდე 1 წამში. მოდი ვნახოთ რა სიჩქარე ქონდა ამ რა y ღერძის გასწვრივ, რა სიჩქარე ქონდა ამ სხეულს. ესე იგი vy იქნება აი ამ წერტილში რა სიჩქარეც ქონდა, მაგას დავარქოთ v პირველ y-ს მინუს ჟ t1 მინუს ჟტ ესე აი მოდით კიდევ ერთხელ აგიხსნით. ესე იგი მოდით დავწეროთ სიჩქარის vy-ის დროზე დამოკიდებულების ფორმულა. მაგრამ საწყის მომენტად ავირჩიოთ ის მომენტი, როდესაც სხეული აი ამ h სიმაღლეზე იმყოფებოდა. ამ წერტილში სხეულის სიჩქარის y-დგენელი v პირველ y-ით აღვნიშნოთ. ამიტომ ამ წერტილიდან ესა გვაქვს საწყისი მომენტი, ამ წერტილიდან ზევით მოძრაობას ვიხილავ და ვწერ vy-ის დროზე დამოკიდებულების ფორმულას. იქნება v პირველ y-ს მინუს ჟტ. ეხლა აქედან აქ რომ მოვა ამ წერტილში y-დგენელი 0-ის ტოლი გაუხდება, ესე იგი ეს 0 უდრის v პირველ y-ს მინუს ჟტ1. ასე რომ ამ წერტილში ამ სიმაღლეზე თურმე სიჩქარე მე შემიძლია აი ამ ფორმულიდან ვიპოვო, ესე იგი v პირველი y იქნება ჟტ1. სადაც t1 1 წამი არის. ამიტომ v1y გამომივა 10 მეტრ წამი. ხო, ეხლა ეს 10 მეტრ წამი არის, ეს იგი სიჩქარე დავადგინე. აი ეს მანძილი როგორ დავადგინო? ეს მონაკვეთი ამ მიმართულებით მოძრაობა იყო ვერტიკალურად ასრული სხეულის მოძრაობა. ამიტომ აი ეს რო h1-ით ავნიშნო, h1-ისთვის შემიძლია დავწერო, რომ ეს არის v1y კვადრატი შეფარდებული 2ჟ-ზე. ანუ ეს არის 10-ის კვადრატი შეფარდებული 20-ზე, ეს გაიკვეცება და გამოვა 5 მეტრი. ახლა მოდი ვნახოთ მთელი მაქსიმალური სიმაღლე ამ სხეულისა, რაზედაც ადის. ეს h მაქსიმალური შემიძლია განვიხილო აი აქედან რომ მოძრაობდა მაქსიმალურ სიმაღლემდე y ღერძის გასწვრივ. ეს არის v0y კვადრატი შეფარდებული 2ჟ-ზე. v0y ვიპოვოთ, ეს არის v0 გამრავლებული სინუს 30 გრადუსზე, ანუ ეს არის 60, სინუს 30 გრადუსზე 1/2 გამომივა 30. ასე რომ h მაქსიმალურისთვის მექნება 30-ის კვადრატი შეფარდებული 20-ზე. ეს და ეს გაიკვეცება, უпростად ესე არა ბოდიში, ეს არის 900 არის ზევით, 900 გაყოფილი 20-ზე. ესენი გაიკვეცება, გამომივა 45. აი ეს არის 45, ეს h1 დავთვალე და გამომივიდა 5, ამიტომ ეს h-ი ტოლი იქნება 45 მინუს 5, გამომივა 40 მეტრი. ესე იგი 40 მეტრ სიმაღლეზე იმყოფებოდა სხეული 2 წამის ინტერვალით.